გაურკვევათ, მოგესალმებით წყალბურთის კლუბი დინამო თბილისი. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ხშირად დაგუგულ კითხვებს წყალბურთში. Bravo! აი, დაუკავით მე დავიწყე. შეიძლება თუ არა რომ მოწინააღმდეგეს წყალი განზრახ შეასხა. არ შეიძლება. ანუ არის როგორი მომენტი იცით, რომ თუ რაღაც გარკვეული რაღაც ტაქტიკური ის არ არის და პენის აკიდება თუ არ გინდა, პენალი არის წყლის განზრახ შესხმა სახეში. იმიტომ რომ ეშლება ხო ლოგიკურია რომ მაგრამ არის რაღაც გამონაკლისები, რა დროსაც ურჩევნია მაგალითად მეკარეს რომ პენალი აიგდოს ვიდრე ერთ-ერთი გამოვიდეს მოთამაშე და რაღაც. მოთამაშეს შეუძლია. არ შეიძლება. ოფიციალურად სუნთქვის დროს კი ეგ მაგას სხვა რამე ქვია. რეზიმას მაგას არა სპორტული. მაგას სხვა რამე ქვია. გამოყენებადი არის და ოჯახიშვილი და არა კაცური. პულპული იწყება ეგეც. პენალი. სულზე იწყება ეგეც. არათი იყოს მოდი საბას მომიოდი. რამდენად მალე მელოდდებიან წყალბურთელები? როგორი ისეთი კითხვა იყო რა, არ ვიცი. ვიჟა, მოდი ამას შეგაიც პასუხი. ჯობია. ესე იგი, ძალიან იშვიათად. ლეგენდა არსებობს. რახევი დაირჩია. ლეგენდა არსებობს, რომ ქლორი უშლის თმის ამოსვლას ხელს. რაშიც ძალიან დიდი წვლილი იქნის, ალბათ. მაგრამ მარტო ქლორს ვერ დავაბრალებ გენეტიკაც მუშაობს ჩემი. გენეტიკა მთავარია, მაგრამ ხო, ქლორის თავისა შვება როგორც ჩანს. წყალბურთის თამაში რთულია? არა. თამაში ძალიან რთული არის. ყველა პირთან ერთად თან დიდი ენერგიას მოითხოვს. თულია, აბა რა. თულია ყველა სპორტის თავში. ის გონიათ მარტივი. მოდით. თამაშობთ მართლა ძალიან რთულია. ჩამოდით. კვლევა არსებობს, რომელიც პირველად ისწავლეს სპორტებს შორის. და მეორეზე ჰოკეი. ნუ ბოქსი. მე ვიცი, ბოქსი ცოტა, არა, მართლა ჰოკეი არის. არა, კი, მე ვის მივაწევ? მე მოდი მე იმას ვიზავ რომ მივაწევ. აი რეზის. კი ბატონო. ესე იგი, რამდენად ხშირად ბანაობენ წყალბურთელები? არასდროს. ყოველდღიურად დღეში ორჯერაც კი. და სწორედ ამიტომ არის რომ ეს თმის პრობლემა დაუბრუნდეთ წინაშე კითხვას. სწორედ აქედანაც მოდის ის თმის პრობლემა. ალბათ ბევრჯერ თავის დაბანა, თან მით უმეტეს ცოტა უხარისხო 7-1 შამპუნებით ცოტა ისა რა. განაპირობებს სწორედ აი წინაშე ყოველდღიური შამპუნი. თმისთვის გამოუშვიათ ფეილი. რა სიღრმე აქვს აუზს? ავი ესე ვზივარ. აუზს? ნუ ზოგადად გააჩნია სათამაშო აუზს უნდა კონდეს 3 მეტრის სიღრმე. 2-დან 3 მეტრი. 3 მეტრის სათამაშო 2 მეტრი ნახევარი თქვათ მოდი. 2 მეტრი და 50. აი სტანდარტი. შეგეწია აღდეგეთ თუ შეძლებთ. გააჩნია აუზს ყოველ. არ გითამაშია ისეთ აუზში, სადაც აი აქამდე რო აი საბარო დგას. აი რეკოს რო ვეთამაშე. რეშას აუზი მაგალითად. ეგ ის არის. ან ისეთი, რომელიც წყალში ხტომელებსაც ითვალისწინებს და ღრმა არის ჰანოვერში. მე არა. არასდროს ვითამაშია. ჰანოვერთან როგორ არის? ოპტიმალური არის 2 მეტრი და 3 მეტრი. თამაში ჩაძირო ხარ? წყალებში. ესე ჩემი თავს ჩავზირულ ვარ რა. ჩაუძირი. ჩაუზირი ვარ. სენსეი ასამი მომწევია თამაში. მომწევია. მაგრამ მოგწევია ბებე. არა ესე ჩემი თან. მოგეშაპე? ძალიან პოპულარულია წყალბურთი გოგოებში. აი კაკრას, კაკრას. საქართველოში იმდენად არა, მაგრამ უცხოეთში საკმაოდ პოპულარულია როგორც ნაცვლს. საბერძნეთში ოლიმპიური მაყურებელი არის. თუ სწორად მახსოვს, ნამდვილად პოპულარულია. აი საბერძნეთში. თუ სწორად აი ვინ იყო ოლიმპიაკოსის აჰა, ეს დინამო თბილისის ყველაზე სიმპათიური წყალბურთელი. აი საბა შეხედე. ვაუ. საბა. მაგაზე თქვენ გვიპასუხეთ. ვინ არის ხო? საუკეთესო ეგ წყალბურთელი. მაგაზე პასუხი თქვენთვის მოგინდა. მაგაზე პასუხი კომენტარებში. ვინ არის? ვინ არის საუკეთესო წყალბურთელი დღესდღეობით? სოფლიოში? სოფლიოში ალბათ და არის ალვარო გრანადო. მეტად საყვარელი წყალბურთელი. ალვარო გრანადოში არის დღეს. ხო ეს ძალიან ისეთი საკითხია როგორც ფეხბურთში ეხა
ალბათ ძალიან სუბიექტური. სუბიექტური რა. აპე არის ალბათ დღეს რეისობი? ხო, ნუ რამდენჯერ ჭამენ წყალბურთელები დღის განმავლობაში? 7 ჯერ. არა. არა, 7 ჯერ არა, ძალიან მაგრამ ინდივიდუალური რაღაცაა, თამაშა სერიოზულად ვთქვა. გააჩნია რა. ვისაც როგორ მოდი შენი მაგალითი თქვი. ჩემი მაგალითით მე ერთხელ და ბერს. არა, ერთხელ და ყველაფერს. სამჯერ ჭამა, მაგრამ თუ არა და ორჯერ აუცილებლად. მეტი უკვე აღარ შეიძლება. მან ხო არის დაყოფილია თან ეტაპები არის, მოსამზადებელი არის, უფრო ფორმაში შესასვლელი არის, პროვის შესანარჩუნებელია და ეგეც ფორმიდან გამოსასვლელი. გამოსასვლელი უფრო მარტივია და სასიამოვნოა ყოველთვის. ხო, აი ინტენსიური ვარჯიშები როცა არის დღეში ორჯერ, ალბათ მინიმუმ არა 3-4 ჭამა ალბათ ნორმალურია. რატომ ატარებენ წყალბურთელები 5-ს? ანუ რა ადგილი სადაც ყურების გამო გამოჩნდებოდა, იქნებოდა თავი. და ყურები რა დავიცვათ, იმიტომ რომ ყურის დასისტვის სექტორი. ნუ ეგეც არის რა. თავარი მუღამი ალბათ მაინც ნომერი. რა არის 2 მეტრის წესი? ეს რეზილი პასუხი. როგორც ყველაზე. ესე იგი 2 ესე იგი როგორ არის იცი 2 მეტრის წესი ეს არის ოფსაიდი სხვა სპორტებში როგორც არის ასე ვთქვათ თამაშგარე სადაც ბურთის გარეშე იმ მოთხუთხედში არ შეგიძლია ბურთის გარეშე ბურთზე წინ უბრალოდ რო იყო შემდეგ ხო გასაგებად აქვს თუ სხვანაირად მე მიყვარს ძალიან ეგად იგი მადლობა რატომ არ აცვიეთ წყალბურთელებს განსხვავებული საცურაო კვალები? რა მეტი განსხვავებული განსხვავებული რა არა, სხვა სპორტ იმისგან კი არა. ერთმანეთისგან რა, რა სტანდარტია რა. ხო რა. გუნდის როგორ იმიჯი ყველას. რა არის წყალბურთის ძირითადი წესი? არ ყოფილა. არა, რა არის წყალბურთის ძირითადი წესები? აი 2 მეტრი იყო და 2 მეტრი თქვა ერთი 2 მეტრის წესი ბურთის არჩევი გაუშველი დამოყვა ამდენზე რა. პატარა კონტაქტზე ჯარი. პატარა კონტაქტზე წინაში არის რა. სამი გაძევების მე. რა შეთითი? სამი გაძევების მე წყალში. ან თამაშიდან කියන გორდელი. ხო, თამაშიდან. თამაშ მოწევს რა ვიღებს სამი გაძევების მე. იდე ან პერსონალი. გინება არ შეიძლება საჯის. საჯის მიმართულებით. აი ეს. თუმცა ოდნავ გვერდზე შეიძლება. რომელი პოზიციის მოთამაშე იკვლება ყველაზე მეტად? მეკარე. აი, როგორი წუილი თქვა იმენა. მეკარეზე ეგ ისაა. ალბათ. მოიცა ერთი თქვა ახლა რა. მეკარეზე ყველა იძახის, როგორ ჩერდება 2 საათი წყალში და имас არავინ არ უყურებს ისინი 2 საათი იქ რო აი წავიდა ჭიდაობა. ჩვენ რო შეტევაში მივდივართ, თქვენ არის ხელოვნურად ხალხს იგი. ანუ მეკარეს რა თქმა უნდა ეხა არ უკარგავთ იმ შრომასთან. გვეტა ეხა ისე არ იფიქრო რომ აქ რაღაცა რა. არა, უბრალოდ ფიქრობ. უბრალოდ აი 28 წამი გრძელდება შეტევა, ხო? ნუ კაი, კუთხური დაემატა შეიძლება თქვით, აი მაქსიმუმ 1 წუთი მოგიწიოს აქტიურად დგომა და ნუ მე ეხა გადადის მეორე გუნდი ხო შეტევაზე და თან ისვენენ. აი ის ვინც შეტევაში თამაშობს და დაცვაშიც ის არ ჩერდება. თუმცა მეკარე შეიძლება თელი თამაში ითამაშოს, გარე მოთამაშეები კი ერთმანეთს ხშირად ეცვლებიან. ამიტომ პასუხი ესე ზუსტად არა, პასუხი მაინც არ გაგვიცემია. ცენტრალური თავდამსხმელი პირადი გამოცდილებით ცენტრალური თავდამსხმელისთვის არის ყველა თამაში ალბათ, იმიტომ რომ თან ცურავ, თან ვიღაცა გაახჩობს თელი თამაში. აი ვიღაც ესეთ 2-3 კაცი შეიძლება მეკარეთ რა, საშინელი პოზიცია. იქიდან საჯმა თუ ცოტა გული აიცრუა შენზე კი არა და არ მოეწონიან რაღაცა, შენ დაგიმატებ ზემოდან და მოკლედ რა. მოაკლევინებს კაცი. ცენტრალური თავდამსხმელი იყო საბოლოო პასუხი. ება თუ არა წყალში ფიზიკური დაპირისპირება. ძალადობა. ძალალედინი ხარ. თითოეულ მომენტში. ისე რომ ვთქვათ. აი ყველაფერი შეიძლება მოყიდოს. აი გვეტას თვალწინ ხდება ხოლმე 2 მეტრში რა. წინ იშლება ყველა. გვეტა ყურის ხოლმე. ოი ჯალალედინი. საფანილა ხდება თორე წყალში ფიზიკური დაპირისპირება წყალში ესე როგორც ხო ავას აქა შეიძლება მოხდეს რაღაც იშვიათად მაგრამ წესების წყლის ქვეშ ყოველთვის აი არა შეიძლება ცენტრალურ თავდამსხმელს და ცოლ შორის ყველაზე ხშირად. რამდენი მოთამაშე თამაშობს ერთ გუნდში? თვითონ თამაშის პროცესში ერთ გუნდში არის 6 მოთამაშე და 1 მეკარე. ანუ 7. ანუ 6+1 ჯამ 7. ხო, რა 7. თვითონ გუნდში 7. რამდენი ხანი გრძელდება მატჩი?
ნუ 4-8 წუთიანი ოფიციალური დრო 8 წუთი არის ტაიმერის. ო, ანუ 32 წუთი ეს ოფიციალური, მაგრამ ნუ თავის პაუზებით, ჯარიმებზე გაჩერებით, ტაიმაუტებით, შუალედში დასვენებით 1 საათამდე რა. თუ ამას პენალტების სერია, პენლების სერიას დაემატა უკაცრავად, ამაში საათი და 1 წუთიდან საათი 20 წუთამდე. 1 წუთი. გააჩნია ვინ რამდენ პენალს გაიგებს. როგორ უნდა მოიგო წყალუხელი სკული? ოპა. აი ხა. ძალიან სერიოზულად ძალიან ძალიან მაგარი. აი ხა ცოტა წინა შეკითხვის და განსხვავებით ცოტა кайფავს და ისაუბრე, როგორ უნდა მოგიხიბლოს. აი არ ვიცი. ნუ პირველი ალბათ აზზე არ ხარ? ვიზუალურად. მეორე? მივეხმაროთ ბიჭო. ხო, პირველი მონაცემები ვიზუალურად და მეორე? ამა როგორ უნდა მოიგო თორე, შენ როგორ მოგია. შენ როგორ უნდა მოიგო. ხო და როგორ უნდა მოგიგო? როგორ უნდა დაგიბო? თავიდან უნდა მოგეწონოს, მე. ხო, არაფერი 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 განსაკუთრებული ალბათ. არ მჭირდება. მაგრამ არა, როგორ არა, განსაკუთრებული როგორ არა. არა. აჭოს კეთება. კი. წყლის მერე ძალიან მშვიდია. ბავშვი არის. გაწყარდი? როგორ გაწყვეტში? შეწყო. რამდენად ხშირად სვამენ წყალბურთელები შემთხვევით აუზის წყალს? აი აი ალბათ ტიტუალიზე ერთი. 400-დან 600 მილი. ან შემთხვევით იმდენჯერ დამივებია წყალი. არა, ეს ხუმრობით, მაგრამ ხშირად არის. ხშირად არის. მაგრამ რო გადაგეხლაპება რა. აი სუნთქვის დროს შეიძლება რომ ამას უფრო გინდოდეს და მაგ დროს უცბად ჩაყლაპო წყალია ძალიან შემთხვევით რა. ამიტომ ძალიან ხშირია. წყალბურთელების საყვარელი საჭმელი ვარჯიშის შემდეგ. შემდეგ ჩიჩია, ხოჩი. მაკარონი. მაკარონი არა. მაკარონი არა, პაფლოცკი. მოდი აი შენი რა არის? ჩემი არის ალბათ რამე. აი თქვი. სტეიკი, რა ვიცი. ლოს-ანჯელესში ხო, როცა ეს რეკლამაში ხო ჩაგოთვლება. მაშინ რამე ცუდი, რამე კი არის ნებისმიერი ცუდი საჭმელი შეიძლება. ხო, მაშინ საყვარელი არ ვიცი. ხინკალი ჩემთვის. ხინკალი. არა, არის დარღვევა. ხინკალი არასდროს არ არის დარღვევა. ხინკალი. ხინკალზე ხინკალი ზოგადად კერძების კერძია. ვიშდები კი. ავასრულებ. ვიმედოვნებთ რომ ამომწურავი პასუხები გაგიცით თქვენს მოკითხვებზე, თუ რამე დამატებითი კითხვები გექნებათ, აკომენტარეთ. და არ დაგზარდებით პასუხის გაცემას.